რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და ვიდრე დაგისვამთ პირველ შეკითხვას, მინდა თქვენთან ერთად მაყურებელს გავაცნო საქართველოს საპატრიარქოს განცხადება. Ამა წლის 4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმა მოთხოვნით, რომ მისი ძმა აზიარონ საერთოდ საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შეძინა ამ საქმეს, რაც რა თქმა უნდა მიუღებლად მიგვაჩნია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდი ძიების დამთავრებას, რათა არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე შეფასება მისცემოდა განვითარებულ მოვლენებს. სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახანს გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდან. ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება. ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა. პირდაპირ ეთერში ბრძანდებით მეუფე საღაო მშვიდობისა. რა სიტყვით ამ განცხადებით დავიწყოთ? საღამო მშვიდობის სინგამ მოგესალმებით ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩემი ღრმა მწუხარება. სამძიმარი გამოგიცხადოთ ლევანის გარდაცვალების გამო ტელევიზიის თანამშრომლებს, მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს და შემთხვევით უფალს მისი სულის მართალთა წიაღში დამკვიდრებას. დიდი მადლობა. მეუფე ერთ-ერთი მისი ბოლო ინტერვიუ იყო სწორედ თქვენთან. თუ არ ვცდები გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე იყო ეს ინტერვიუ თქვენთან ჩაწერილი, ჩამოსული იყო თქვენთან და ჩვენთვის ძალიან დიდი ტკივილია. დამერწმუნეთ პირდაპირ ეთერში ეხაც როცა შემოვედი დღეს ამ სტუდიაში ძალიან გამიჭირდა პოლიტიკურ თემებზე საუბარი, ლევანის გარდაცვალების ტრაგედიამ შეგვძრა ყველანი. მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. გადავიდეთ საპატრიარქოს განცხადებაზე. პირველ რიგში ამ განცხადების შეფასება მინდა რომ გთხოვოთ. დიახ, განცხადება მოვისმინეთ და პირველი, რასაც ვიტყოდი, როდესაც არის არაეკლესიურ თუ საერო საქციელზე საუბარი, ასევე საპატრიარქომ უნდა გაათვითცნობიეროს და განცხადების ავტორებმა, რომ საპატრიარქოს მხრიდან ციანიდის საქმესთან მიმართებაში თვითონ ჩემთან მიმართებაში ამ ციანიდის საქმიდან გამომდინარე არათუ არაეკლესიურ და საერო საქციელი არაადამიანურ საქციელს ქონია ძალიან ესე იგი ბევრი შემთხვევა სამწუხაროდ, მათ შორის ცილისწამებები, მსაუბრობა თუ ასე შემდეგ საეკლესიო კანონის დარღვევები და ასე შემდეგ ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება ზიარებასთან დაკავშირებით პატრიარქის გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ თავიდანვე უნდა მაინც აუცილებლად შეფასდეს და მოვა დრო, რომ საეკლესიო სასამართლო შეეხება თუ პროცედურალურად როგორ მოხდა თავიდან ჯერ ქორეპისკოპოსმა თითქოს აუგზალა მას და აბსოლუტურად უკანონოდ ეს არ იყო საეკლესიო კანონით, მას უფლებაც არ ჰქონდა. შემდეგ მეუფე დიმიტრიმ აუგზალა, მას შემდეგ ჩაასწორა შეიძლება ითქვას ეს საქციელი. საერთოდ 2 წლის განმავლობაში რატო იყო უზიარებლობით დასჯილი ისედაც კონკრეტულმა პიროვნებამ მღვდელმა, რომელიც ჩაიბარებს აღსარებას ნებისმიერი ადამიანისაგან, მან უნდა გადაწყვიტოს მისი ზიარების საკითხი. გაუგებარია, მე ვიტყოდი, რომ დღემდე ზოგადად 2 წელია მამაოს უზიარებლობა, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, დანაშაული, არაქრისტიანული საქციელი შეიძლება ითქვას. აი მე გავიხსენებდი ძალიან ისეთი იუმორის მომგვრელია, მაგრამ ჩემს მღვდელმთავრობის დროს ხევში, სოფელ სიოში ეს პატრიარქის დედულეთია, ეგ მე-9 საუკუნის ღვთისმშობლის ტაძარია და მსახურების დროს დიდ მარხვაში შაბათობით მსახურობდი კვირას საკათედროში და შაბათობით ამ ტაძარში და მახსენდება ერთხელ პირველად ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა დიდ მარხვაში, მარხვა ქონდა რამდენიმე დღის დაწყებული, წირვას პირველად დაესწრო და პირველად მითხრა აღსარება, ძალიან პატიოსანი ოჯახის ესეთი დიასახლისი იყო და მე უთხარი როგორც მოძღვარმა, იცით მეთქი აი გააგზელეთ მეთქი წირვებზე სიარული, მარხვა, დილას აღამოს ლოცვები წაიკითხეთ ხო, ეფრემასურის ლოცვები და აი რამდენიმე კვირაში ვერე ზეთისწყებაც იქნება და თან ეზიარებით რამდენჯერმე. იცით რა მითხრა რომ
მეუფეო, ეხლაო თქვენ რომ მე არ მაზიაროთო, ჩათვალეთ რომ დღეს ოჯახი დამენგრევაო. აქ ეხა ადამიანები რო არიან, ჩემი მეზობლებიო, ისინი იტყვიან რომ რაღაც ძალიან დიდი დანაშაული მაქვს ჩადენილი და ოჯახს დამინგრევენ, ისე ჭორებს გაავრცელებენ. რა თქმა უნდა, გადავწყვიტე რომ ის პირველივე მოსვლაზე, ესე იგი, ზიარებულიყო აი ამ მიზნით. აი ასეთი პროვინციული იყო თავიდანვე, მამაოს არ ზიარება. ალბათ მიმივხვდით და ალბათ მსმენელიც გაიგებს რისი თქვაც მინდა. ანუ დამოკიდებულება მისი არ ზიარებაზე, აი ესეთი იაფფასიანი იყო. მე მინდა სრული პასუხისგებლობით განვაცხადო. მეუფე, რას ნიშნავს თავისთავად ამ განცხადებაში ნათქვამი ბოლო ფრაზები, რომ თუ რომელიმე მღვდელმსახურს მიაჩნია აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა. აი, როგორ გავიგოთ ეს და ეხლა თქვენ ხომ არ გადაწყვეტთ აი ამ განცხადების შემდეგ თქვენი პირადი პასუხისმგებლობით აზიაროთ იგი. და თავიდან მეიყო მცდელობა ჩემზე შემოთავაზება, აი წმინდა სინოდის ბოლოს ხდომის შემდეგ, როგორც მამაოს ოჯახიდან დამიკავშირდნენ, ასევე იყო შემოთავაზება, რომ მეუფემ გადაწყვეტაო დიმიტრი რომ მისი ზიარებაო და იქნებო მამაოს ვინ უნდაო, მეუფემ ხარ რჩევნია აზიაროს და მე უთხარი მე რა შვაში ვარ, ვინც უზიარებლობით დასაჯა ჯერ იმან ოფიციალურად მოუხსნას ან განცხადება გააკეთოს და მერე გადავწყვიტავთ. ხა მე ვისურვებდი რომ ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან. საერთოდ დღემდე არათუ ზიარებას სასულიერო პირებს არ უშვებდეთ მასთან. აი ჩემგან რამდენიმე სასულიერო პირს ქონდა სურვილი თავიდან ეუბნებოდნენ რომ ქორეპისკოპოსების კურთხევის გარეშე და ქორეპისკოპოსთან ვერ ახერხებდნენ კურთხევის გამოთხოვას. შემდეგ ბოლოს რაღაც ეთქობა ამათ თავისთავად დაიზღვიეს და ბოლოს აი ჩემი არქიმანდრიტი იყო მისული რამდენიმე თვის წინ მახსოვს მისი სურვილი იყო რომ მამაოს გასაუბრებოდა ენუგეშებია პირადად მოესმინა მისთვის და უთხრეს რომ კათალიკოს პატრიარქის კურთხევის გარეშე აღარ შეგიშვათ. არათუ საზიარებლად მღვდლებს აღარ უშვებდნენ. ჯერ საერთოდ ის განცხადებაში ის უნდა შეეტანათ რომ სასულიერო პირებზე უკვე დართულია ნება რომ ესე იგი მოინახულოთ მათ. აი ეს ქრისტიანული გადაწყვეტილება როა მიღებული არათუ ზიარებაზე აკრძალული იყო შესვლა მამაოსთან. და მე მაგალითად სიამოვნებით სასულიერო პირები ჩემი რომელსაც უნდოდათ მონახულება და ისევ ეს სურვილი დარწმუნებული ვარ ექნებათ თუ სხვები არ დაასწრებენ და არავინ ესე იგი იჩქარებს მისი პირადი მოძღვარი როგორც ვიცი მამაოს ვინც უნდოდა რა მოსულიყო და ამ პირადმა მოძღვარმა მამაოს ყველა პრობლემა რაც ის საპატრიარქოს დაუახლოვდა და რის შემდეგაც ის იქ მძიმე არსებული გაუსაძლისი ვითარების გამო მეუფე დიმიტრის უკან დაბრუნებას თხოვდა ქოვლეთის ეპარქიაში და ჩამოცილებას ისევ საპატრიარქოდან და ისევ რომ დატოვეს მისი ნების წინააღმდეგ. მე ვიცი რომ მისმა მოძღვარმა ყველა იცის ის უწესრიგობა ის გაუსაძლისი მდგომარეობა რაც მამაოს იქ ხდებოდა. მე არასოდეს საუბრობთ მამაო უცოდველია მითხრათ ვიზე საუბრობთ რატომ გეკითხებით იცით საუბრობთ ამ შემთხვევაში მეუფე დიმიტრიზე? დიახ რა თქმა უნდა მეუფე დიმიტრის თხოვა მამაომეს ცნობილია მისი განცხადებიდანაც და დაადასტურა კიდეც მეუფემ როგორც ვიცი სასამართლოზეც რომ გაუსაძლისია მდგომარეობა საპატრიარქოში იქ არსებული ფინანსური თუ ზნეობრივი მდგომარეობის გამო და მას უნდოდა უკან დაბრუნებულიყო და მისმა მოძღვარმაც მისმა პირადმა მოძღვარაც მე არ ვიცი სახელი მაგრამ ქობლეთში მსახურობს ერთ-ერთ ეკლესიაში მამამ როგორც მომიყვა მე საპყრობილეში ყოფნისას რომ ეს ყველაფერი იცის ანუ ახალი მამაო სათქმელი არაფერი არ აქვს რაც არ იციან ამ მღვდლებმა რაც არ იციან ასევე მღვდელთავარმა და ძალიან დიდმა ნაწილმა რა პრობლემებთან ქონდა მამაოს საქმე ზოგადად რა ხდებოდა საპატრიარქოში და საერთოდ ეჭვი მაქვს რამ განაპირობა რამ მიიყვანა ეკლესია და საპატრიარქო ციანიდის საქმემდე ეს არის პრობლემა აქედან გამომდინარე თუ ამ მოძღვრების რიგი არ დადგება მე ჩემი სასულიერო პირები ეპარქიიდან თუ მოითხოვენ ნამდვილად არ დაუშლი თუ ისევ ესე იგი არ მოხდება შეფერხება მათი შეშვებისა საპყრობილეში აი თქვენ ახლა საუბრობდით ახსარებიდან გამომდინარე მოძღვარმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ზიარების საკითხი დიახ მეუფე აი ახლა თქვენ საუბრობდით მეუფე დიმიტრიზე და სწორედ აი მასთან დაკავშირებით ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ დეკანოზის ზიარება ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის პრეროგატივაო ბძანა გუშინ მეუფე იაკობმა რატომ არ აზიარა მან თუ ქონიათ მეუფე დიმიტრისთან ამ თემაზე თქვენ საუბარი
მქონია მე ამ თემაზე მინდოდა სინოდზე საუბარი და სინოდზე მოგეხსენებათ როგორი სინოდის მიღმა მაინტერესებს სასურველი პოზიცია იყო ამ მქონია ამ თემაზე მე რატო ვისაუბრებდი მან აკრძალა და დაშვებაც მისი გადასაწყვეტი იყო ნუ ეხლა პატრიარქმა გადაწყვიტა ერთპიროვნულად და ეს განცხადება გავრცელდა ხა რა რისი თქმა გვინდა რომ ჩვენ სასულიერო პირები როდესაც დავდივართ საპყრობილეებში და ათასობით ადამიანებს ვაზიარებ ჭარბდებულებს დამნაშავეებს, ცოდვილებს და ვანუგეშებთ მათ რა ყველა გამართლებულია თუ მართლები არიან მაშინ ყველა უდანაშაულად პოლიტპატიმარი ყოფილა 10,000-ობით საქართველოს ციხეებში ხო რა გამოდის რომელი ერთი პატიმრის მიმართ ქონია ეგეთი დამოკიდებულება მკვლელებისა, პოლიტდამნაშავეებისა თუ ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი ხა 90-იანი წლებიდან მოყოლებული რაც საპყრობილეებში მღვდლებს სულიათ ან მაღალი იერარქიებს და ნაზიარებით არჩენილან პატიმრები და ნუგეში უციათ მათთვის. ნუ უბრალოდ სირცხვილია ამ ყველაფრის რაღაც შეფასება. მეუფე ასევე ერთი კითხვა მინდა ისევ მეუფე იაკობის განცხადებიდან გამომდინარე დაგისვათ რომ შიდა წრეში აღიაროს დეკანოზმაო რასაც გეგმავდნენ და პირველი მე ვიქნები ვინც შეწყალებას მოითხოვსო. თქვენ როგორ გაიგეთ ბოდბელი მიტროპოლიტის ეს განცხადება რას ნიშნავს შიდა წრეში აღიარება და რა რის აღიარებას ითხოვს მეუფე იაკობი ამ შემთხვევაში? მე არაერთხელ მithქვამს რომ ბოდბელი ეპისკოპოსის აქციელი არის სამარცხვინო და აბსოლუტურად აცდენილი ეკლესიურ აზროვნებას. სანამ ბოლო განცხადებას მოდი იმის წინანდელ განცხადებას თქვენი ეთერით, თქვენ ტელევიზიის ჟურნალისტთან მიცემულს გავიხსენოთ, როდესაც ის ამბობდა, რომ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა თურმე ფული გადაიხადა პროკურატურაში და სასამართლოში, რომ ბრალი შეეცვალათ. წარმოგიდგენია? რაზეა საუბარი? ადამიანმა, რომელმაც საქმის თანახმად 14 დღით 2 კვირით ადრე დაახლოებით იცოდა, რომ თურმე მღვდელი ციანიც ეძებდა ვიღაცის მოსაწამლად და ელოდებოდა, როდის დაიჭერდნენ საპატრიარქოში. ადამიანმა, რომელმაც ასევე უპასუხისმგებლად განაცხადა არაერთგზის ეთერში, რომ თუ ხელისუფლება არ გამოიძიებს ამ საქმეს, მე გამოვიძიებ, მე მივიყვან ბოლომდეო. და აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა დღემდე. ნუ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? უბრალოდ არ მივცემ თავისუფლებას მისი განცხადებების კომენტარი. არა, ის შეწყალებასთან დაკავშირებით, შეწყალების ნაწილში იყო მეუფე იაკობის ეს განცხადება საინტერესო. ანუ ხომ არ დგას თქვენი ინფორმაციით სინოდში საკითხი ასე რომ თუ იგი აღიარებს დანაშაულს, შესაძლებელია სინოდმა მიიღოს გადაწყვეტილება მისი შეწყალების თხოვნით გამოვიდეს. რა უნდა აღიაროს? ინგა ეს ადამიანები ახმოვანებენ პროკურატურის პოზიციას. პროკურატურა ეუნებოდა თავიდანვე არათუ 2 წლის შემდეგ შეწყალებას. პირველივე დღეს ეუნებოდა რომ შენ აღიარე რომ მეუფე დიმიტრის და სოსო ხანაშვილის დავალებით მიდიოდი პატრიარქის მოსაწამლადო და გაგიშვებთ ეგრევეო. შემდეგ კიდე საოცარი უზნეო, რასაც ის ამბობს და მე მახსენებს, მე გავახმოვანე სინოდზე მხოლოდ ერთგზის. გავახმოვანე ის რაც მამაო ადვოკატის მეშვეობით შემომითვალა და შემდეგ როდესაც მოვინახულე მამაო სინოდის შემდეგ ასევე დამიდასტურა. და მე ვთქვი რომ თუ მამაო ამბობს სიმართლეს, მაშინ პასუხი აგოს ამ ადამიანმა. თუ არ ამბობს სიმართლეს, მაშინ შებრძანდით ციხეში და საეკლესიო კანონით პასუხი მოთხოვეთ მამაოს. ძალიან მარტივია. მე უბრალოდ გავახმოვანე მამაოს თხოვნა, ისევე როგორც ჰქონდა სურვილი მამაოს მიერ გამოგზავნილი წერილის წაკითხვისა და აღარ წამაკითხეს წერილი ადრე თქვენთანაც მახსოვს ეთერში თქვი რომ მეუფე იობის გარდა არც ერთი იერარქი არ დაინტერესდა იმ წერილით, რაც მამამ ციხიდან გამოგზავნა პირველი სინოდის ხდომაზე. და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ უამრავი ლაფსუსები გვაქვს ჩვენ და ღმერთმა საინტერესო არის ერთი რამ მეუფე რომ აი ჩვენ გვინახავს მაგალითად პროტესტი პარლამენტთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო უწყებებთან, სხვადასხვა შენობებთან, მაგრამ აი რაზე მეტყველებს თქვენთვის პირადად ის რომ კარვები არის გაშლილი უკვე მეორე დღეა საპატრიარქოსთან. რას ნიშნავს, როდესაც საპატრიარქოსთან პროტესტის ნიშნად კარვები არის გაშლილი და როგორ ფიქრობთ რა რეაგირება უნდა მოჰყოლოდა ამ საპროტესტო აქციას საპატრიარქოს მხრიდან? ინგა ეს არის ძალიან უხერხული ფაქტი. ძალიან უხერხული, რომ ჩვენ 2 წლის შემდეგ, აი თქვენ როგორც ანონსში ბრძანეთ, რომ 2 წლის შემდეგ ჩვენ როცა ციანდის საქმე დაიწყო და თავიდანვე თხოვდით, რომ რაღაცა სიმართლის გზა, ღირსების გზა ავირჩიო და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ამ სირცხვილიდან. და 2 წლის შემდეგ, როცა ისევ ესეთ კრიზისში ვრჩებით,
ეს არის ძალიან უხერხული ფაქტი, მაგრამ ის რა გადაწყვეტილებაც ოჯახმა მიიღო, ძალიან ძნელია, უნდა გაითავისო ოჯახის მდგომარეობა, დაახლოებით თქვენ რომ პირადი ცხოვრების კადრების დაშანტაჟებაზე საუბრობთ, ვისაც პირადად არ განუცდია, ძალიან ძნელია შეაფასო. აი ამ ოჯახის მდგომარეობაში უნდა იყო მღვდელი, რომელსაც გაკერპებული ყავდა პატრიარქი ოჯახის ყველა წევრზე მაღლა ეყენა. ყველაზე მეტად უყვარდა საკუთარ შვილებზე მეტად და ამას ოჯახის წევრები ხედავდნენ თვითონ თვითმხილველები იყვნენ. და ამ ყველაფრის შემდეგ ესეთი ბრალდებით არის 2 წლის შემდეგ და ეს დამოკიდებულება მის მიმართ ძალიან ძნელია ამ ოჯახის აქციელზე რაღაც შეფასება გააკეთო. ძალიან ძნელია, უნდა გაითავისო მათი მდგომარეობა, რომ შევაფასოთ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხერხული ფაქტი. ჩემთვის პირადად, როგორც წმინდა სინოდის წევრისათვის და როგორც რიგითი ქრისტიანისათვის და როგორც ქართველისათვის, როგორც ამ დედა ეკლესიის რიგითი შვილისათვის. ძალიან უხერხული ფაქტია. და ღმერთმა გამოგვიყვანოს ამ უხერხულობიდან ერთადერთი გზა ზოგადად როგორც სრულიად საქართველოში, ისე ეკლესიაში, ეს არის სამართლიანობა. აი უსამართლობის განცდა არ უნდა იყოს. როგორც სახელმწიფოში, ეკლესიაში მით უმეტეს. უსამართლობის განცდა არ უნდა ქონდეთ ადამიანებს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მეუფე გუშინ რუსთავიორთან ინტერვიუში თორნიკე მამალაძემ და ოჯახის წევრებმა დაადასტურეს ასეთი ფაქტი, რომ დეკანოზ მამალაძესთან იყო შესული პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო. ალბათ ლევან ჩხაიძის ამბების გამო ცოტა გამორთული ვიყავი ჩვენ მოვლენების განვითარების პროცესისგან და შესაძლებელია გამომეპარა მე პირადად ეს ამბავი. თქვენ თუ იცოდით რამე ამის შესახებ და თუ იცით რაზე იყო იქ საუბარი? კი მე ვიყავი, მე მამაოსთან რომ მოვინახულე, მამაო მითხრა რომ მეუფე შიო ბრძანდებოდა ჯერ იყო მისი თანაშემწე, შემდეგ მეუფე ბრძანდებოდა და ჩვეულებრივ ისაუბრეს მათ და ნუ რაღაც წერილიც კი როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები, წერილიც კი გაატანა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან მამაომ მეუფეს. და ნუ მეუფეც როგორც ვიცი, რო არ შემეშალოს, თვითონაც აბსოლუტურად იმაზრზეა, რომ ის ბრალდება, რომელიც არის წაყენებული ახლა, ნუ ძალიან აბსურდულია, რომ მამაო მიდიოდა მდივან რეფერენტის ციანიდით მოსაწამლად გერმანიაში. დიახ. და იმიტომ აკეთებდა ამ ბოროტებას, რომ თანამდებობრივი კარიერული წინსვლა უნდა და თანამდებობრივი დაწინაურება. ნუ ეს ხო არის აბსურდი, ეს ხო არის შეურაცხყოფა. და მეუფე შიოს პოზიციაც იგივეა, როცა ბძანებთ რას გულისხმობთ. მაპატიეთ რომ გაწყვეტინ. აი თქვენ წეღა ბძანეთ მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მეუფე შიოს პოზიციაც იგივეაო და რას გულისხმობთ, იქნებ უფრო განმიმარტოს. ამ კონკრეტულ ბრალდებაში, ეს რო კონკრეტული ბრალდება არის აბსურდი, ახლა მე მეუფეს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე დაახლოებით ესეთი განცდა დამეუფლა. და შეუძლებელია ადამიანს ვინმეს ჭკუატყოფილს, მათ შორის მაღალი იერარქს, სჯეროდეს რომ მამაო გერმანიაში მიდიოდა, ან როგორ შეიძლება ეს ხო ჩვენი თვითლიკვიდაცია. ამის ესე იგი აღიარება რომ მღვდელი ჩავიდოდა გერმანიაში, მოწამლავდა პატრიარქის მდივან რეფერენტს. შემდეგ იქ მართსაჯულებას მიებალებოდა, ახლა გერმანული მართსაჯულება ხო ესე ადვილად ესე იგი დასამალია მისაგან. შემდეგ იქ დარჩებოდა დევნილი მღვდელი და დაელოდებოდა ეპისკოპოსად კურთხებას, თანამდებობრივ დაწინაურებას. ნუ ახლა ამაზე დიდი აბსურდი შეიძლება რამე არსებობდა ეს. ნუ რა თქმა უნდა, რომელი ადამიანი იტყვის, რომ ამაში აბსოლუტურად რამე ლოგიკა მაინც არსებობს. მეუფე პეტრე, ანუ სხვა რა არის? სხვა რამე ალტერნატივა თუ არის, დაიწყოს ახალმა პროკურატურამ ჯერ პასუხი აგოს ძველმა მთავრობ პროკურორმა, რომელმაც დაანონსა, კარგი იყო თქვენს ანონსში, რომ პირველი პირების პრემიერ-მინისტრის, იუსტიციის მინისტრის უტიფარი და უპასუხისმგებლო განცხადებები გაიხსენეთ, მაგრამ ასევე ყოფილი მთავარი პროკურორისა, რომელიც ამბობდა, რომ მაღალი საეკლესიო იერარქის მოსაწამლად, მოსაკლავად მიდიოდა მამაო და დავაპატიმრეთო და მე მაღალი საეკლესიო იერარქი, სასულიერო პირი აღმოჩნდა პატრიარქის დივან რეფერენტი. ნუ რაზე უნდა ვისაუბროთ? ანუ ეს არის ის ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ პატრიარქის მოსაყდრისა და დეკანოზ მამალაძის შეხვედრის შესახებ? ეს საინტერესო თემაა. და პატრიარქთან გამოატანა წერილი, როგორც ვიცი. აი ეს არის სულ და რა ვიცი, თვითონ როდესაც მიეცემა საშუალება, ალბათ გააკეთებს კომენტარს. ამ წერილში იგი ხელახლა ყვება საკუთარ სათქმელს, მეუფე პეტრე? მე ვიცი, მე თუ არ ვცდები, ინგა პატრიარქთან გაატანა წერილი, დიახ.
პატრიარქთან გადანაწილება. ასეთი რამ ხომ არ არის მოსალოდნელი, მე მესმის თქვენ რასაც ბძანებთ, მაგრამ აი თავად განწყობა როგორია დეკანოს მამალაძის, ასეთი რამ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ დაუშვათ სინოდმა შესთავაზა ან შესთავაზოს მას აღიაროს დანაშაული და მისი შეწყალება იქ მოხდება აუცილებლად. აი თვითონ სინოდის შიგნით ხომ არ განიხილება ასეთი რამ, მით უმეტეს ეს კითხვა გამიჩნდა დაუშვათ მეუფეშიო, როდესაც ბრძანდებოდა და სტურდება ამ ფაქტის შემდეგ. ეს ჩათვალეთ, რომ ეს პოზიცია არის პროკურატურის ძალოვანი უწყების საქართველოს იმ ხელისუფლების, რომელსაც ეს დანაშაული ჩაიდინა ეკლესიასთან თუ საპატრიარქოს ამ ჯგუფთან ერთად. ეს არის ხელისუფლების სურვილი და თუ ვინმე წმინდა სინოდში ამას ამბობს, პირდაპირ არც მეტი არც ნაკლები ხელისუფლების და პროკურატურის გამოყვანას ცდილობს ამ მდგომარეობიდან და მოხერხებულობიდან. თქვენ ეხლა მეუფე პეტრე ბრძანებთ, რომ მეუფე იაკობი, რომელმაც გუშინ გააკეთა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ასეთი განცხადება, რომ თუ შიდა წრეში აღიარებს დეკანოზი მამალაძე, რასაც გეგმავდნენ, ის იქნება პირველი, ვინც მის შეწყალებას მოითხოვს. ანუ ეს თქვენს მიერ ნათქვამიდან გამომდინარე, უნდა გავიგოთ ეხლა ისე, რომ თქვენ გვეუბნებით, რომ მეუფე იაკობმა გაახმოვანა პროკურატურის და ხელისუფლების პოზიცია ამ შემთხვევაში? დიახ, ეს ჩემი პირადი შეფასებაა და ეს არ იყო ერთადერთი, მას არაერთ გზის, მრავალ გზის გაუხმოვანებია პროკურატურის და ძალოვანი სისტემის პოზიცია. საერთოდ ეკლემის სასამართლოს დახურვასთან დაკავშირებით, აბსურდული მიზეზით, შემდეგ ჭორები, ცილისწამებები, რაც მამაოს დისკრედიტაციისთვის ვრცელდებოდა, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან და ასე შემდეგ. ეს საპატრიარქოს და მამაოს პირადად პროკურატურამ შესთავაზა, რომ შენ აღიარე, რომ მეუფე დიმიტრი გავალებდა, წერილიც გამოგზავნა და მეც მაქვს ეს წერილი ერთ-ერთი ეგზემპლარი შენახული, რომ ადრე თქვენთანაც ვითქვამს, რომ შენ უნდა აღიარო, რომ მამაო მეუფე გავალებდა დაცვის უფროსთან ერთად პატრიარქის ლიკვიდაციას და გაგიშვებთ. ანუ ეს ჩვენთვის უცხო არ არის, ეს იყო დაკავების პირველი დღიდან. ამაზე უსვამდეს. შემდეგ ასევე ციანიდის საქმეზე დაკავებულ სასულიერო პირს შეკითხვას პროკურატურა უსვამდა საპატრიარქოში არსებულ ზნეობრივ საკითხებზე. და ადვოკატებს ჰქონდათ პოზიცია, რომ თუ თქვენ ზნეობრივი საკითხები გაინტერესებთ, მაშინ დახურეთ საქმე ციანიძე და დაიწყეთ აღძარით ახალი საქმე. დაახლოებით ესეთი, ანუ ბევრი უხერხულობა, ბევრი სამარცხვინო პოზიცია და ამის თქმა, რომ აღიაროს, რა უნდა აღიაროს, დაიბრალოს, რაც არ ყოფილა. კი ბატონო, თვითონ ხო ამბობს, რომ მე რო შემსულიყავიო, ვათქმევინებდიო, შევიდეს მაშინ. რატო არ შედის? მე რომ შევიდეო, მან თქვა, ისედაც არარსებული ბრალდება წამომიყენაო მეუფე პეტრემ, რომ თითქოს სპეცნაზელებთან ერთად მისგან მოვითხოვდი რაღაცის აღიარებასო და ალბათ ამის გამო ცილისწამებაა მე კიდე არა ინგა, ეს ცილისწამებაა, მას ისედაც არ მორიდებია ბევრი უტიფარი და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება. მე გავახმოვანე მამაოს თხოვნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც მამამ შემომითვალა სინოდის დაწყების წინ დილით, რაც ათქმევინა ადვოკატს ჩემზე, ის გავახმოვანე და თქვი, რომ ეს არის მამაოს თხოვნა, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ძალიან მარტივია, რა უნდა გადამოწმებას შესულიყო რომელიმე მისი წარმომადგენელი და ეკითხა, რომ შენ მეუფეს ეს მართლა დააბარე? თუ დააბარე და თუ ტყუილი იყო, მაშინ რატო იტყუები და სიცრუისათვის, თუმცა არავინ დასჯილა. ესე იგი ძალიან ბევრი სიცრუე და ცილისწამება ვრცელდება საპატრიარქოდან, მათ შორის ჩემი მისამართით, მაგრამ საეკლესიო კანონი ძალიან კაცრია ცილისწამებისა და სიცრუის მიმართ. შეიძლებოდა ჩვეულებრივ საეკლესიო სამართლით მოეთხოვათ მამაოსთვის პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ვიღაც ბიზნესმენმა და თან გულისხმობს, არა ვიღაც რიგით ბიზნესმენს, არამედ საერთოდ ქვეყნისთვის ცნობად პიროვნებას, ხო? და გავლენიან პირს, რომ ბიზნესმენმა თუ ფული გადაიხადა, რომ ჩვენება შეეცვალათ. ნუ რაზე უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ? აი ამ ჩვენების გამო, ამ განცხადების გამო უნდა აღძრულიყო ასევე საქმე და უნდა დაებარებიათ დაკითხვისთვის ეს უპასუხისმგებლო ადამიანი.
ძალიან მარტივია. ხო პირდაპირ თქვა, თქვენს ეთერში გავიდა, რომ თურმე ბიზნესმენმა ფული გადაიხადა იმისათვის, რომ ჩვენება, ესე იგი, ბრალდება შეცვლილიყო. ნუ რაზე უნდა ვისაუბროთ? საეკლესიო კანონით მე მინდა გითხრათ, რომ ადამიანი, რომელიც ერთ გზის ვერ დაადასტურებს თავის განცხადებას, ან ბრალდებას, მეორეჯერ უკვე მისი სიტყვები არ არის სანდო, როგორც სანდო წყარო არ უნდა მივიჩნიოთ. აქედან გამომდინარე, მე უფრემ უკვე არაერთ გზის შეერწყვინა თავი და მისი განცხადება ჩემთვის როგორც უპასუხისმგებლო ადამიანის განცხადება არც მეტი არც ნაკლები. აი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენი სწორედ ამ მწვავე განცხადებებიდან გამომდინარე. ამ მწვავე განცხადებების გამო, რომელსაც აკეთებთ სინოდის მიმართ, სინოდის წევრების მიმართ და მათ შორის პატრიარქზე თქვენი აი ნათქვამი, რომელმაც ძალიან დიდი ნებათაღელვა გამოიწვია პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია დადგეს დღის წესრიგში თქვენი გარიცხვა სინოდიდან? ეხა პოლიტიკაში გარიცხვაზე ვსაუბრობდით გადაცემის პირველ ბლოკში და იგივე კითხვა მაქვს ეხლა თქვენთან. ინგა, უსამართლობის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ მე ვიცი, რომ მე ვემსახურები სიმართლეს და უფალ იესო ქრისტეს. აი პატრიარქზე რომ ბრძანეთ ამით აქედან გამომდინარე უნდა თქვა ამ კითხვას რომ მწყემსი კეთილობის შესახებ. დიახ, რასაც უფალი აბსოლუტურად ცივი გონებით მე ის ვთქვი რა განცდაც მე დამეუფლა გავიხსენე და პარალელი გავავლე 83 წელს უდანაშაულო დახრეტილ მამა თეოდორე ჩიხლაძეზე, როდესაც საპატრიარქომ ვერ დაიცვა მისი უდანაშაულო, აბსოლუტურად უდანაშაულო მღვდელი დახრეტისაგან. დღეს რო დახრეტა არ ყოფილიყო გაუქმებული კონსტიტუციურად, შეიძლება მამა გიორგი დეკანოზი, მამალაძეც უკვე დახრეტილი ყოფილიყო. უმაღლესი სასჯელის ხომ მოითხოვა. რა თქმა უნდა. მისი საქციელი პოზიცია, როდესაც ბოლო სინოდის ხდომაზე ამ თემაზე საერთოდ აღარ ვისაუბრეთ ჩვენ, მე ესეთი განცდა დამეუქლა და ჩემთვის ეს მითი კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომელიც იყო დაიმსხვრა და პასუხისგებელი ვარ ჩემ სიტყვებზე გიდასტურებთ დღესაც წლების შემდეგ და გარდაცვალების შემდეგაც და ძალიან კარგი იქნება თუ თავის საქციელზე და თავის განცხადებებზე ყველა ადამიანი და პირველ რიგში სასულიერო პირები ესე იფიქრებენ, რომ გარდაცვალების შემდეგ ან წლების შემდეგ რამდენად ესე იგი გამართლდებიან თავის სიტყვებზე. და არ გამორიცხავთ რომ გაგრიცხონ თუ გამორიცხავთ რომ სინოდი დაგატოვებინონ და ბოლო კითხვა უკრაინასთან დაკავშირებით მექნება მეუფე. დიახ. ინგა. უსამართლობის შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ საქართველოს ეკლესიაში არ იქნება სამართალი და კანონიკური სამართლით, საეკლესიო სასამართლო არ ამოქმედდება და რჯულის კანონით სახარებით არ ვიხელმძღვანებთ, ყველაფერი შესაძლებელია. საერთოდ ხვალ ზეგრო რაღაც გაუგებარ მდგომარეობაში აღარ ვიყო, ესეც შესაძლებელია. არა თუ სინოდამდე მივიდე, ყველაფერი შესაძლებელია. ასე რომ ღვთისნებაა ყველაფერი, უფალს ვარ მინდობილი, მაგრამ იცის უფალმა ჩემი გული და რისთვისაც რომ ეკლესიის ღირსების, ეკლესიის სინდისისა და ნამუსისთვის გავყავი თავი ამ შარში თავი, დიახ. და იცის უფალმა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კეთილი ძღვენი ჩემგან პირადად აღვლენილი ღვთის მიმართ და დედა ეკლესიის მიმართ. და ბოლო კითხვა მეუფე, დიახ. მისი თავისუფლების ხარისხის მიმართ, დიახ. უკრაინასთან დაკავშირებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. დიახ. თქვენი რა უნდა გითხრათ? საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაზე მინდა რომ კითხოთ მოკლედ და თქვენი განცხადება მაინტერესებს ამ თემაზე. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ სოფლიო საპატრიარქო, რომელსაც აქვს ავტოკეფალიის მინიჭების უფლება და აპელაციის უფლება, აბსოლუტურად საეკლესიო სამართლის კანონების დაცვით, ყოველ შემთხვევაში მე რაც ნახე ეჭვი არ შემპარვია და იყო დელეგაცია ჩამოსული და თუ ვინმეს ჰქონდა რამე ეჭვი შეეძლოთ შეკითხვა დაესვა და სოფლიო პატრიარქი თვითონ არის კანონიკური სამართლის სპეციალისტი და იქ რამე არ არსებობს ხარვეზი, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პირადად მათ აღიარეს მიანიჭეს ავტოკეფალია და დიპტიხში სოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მე-15 ადგილი მიანიჭეს მას და უწოდეს უკრაინის უწმინდესი ეკლესია. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ზოგადად მართლმადიდებელ სამყაროში, უბრალოდ ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ ამ მოვლენამ, რომელსაც სიხარულით უნდა შეხვედროდა მართლმადიდებელი სამყარო, მათ შორის რუსეთის ეკლესიაც, ყაენის ცოდვით, რომელმაც ძმა შურით ძმა მოკლა, ყაენის ცოდვით, ესე იგი აღმოჩნდა შებრყრობილი
და მუქარის ენით დაიწყო საუბარი და გადადგა ძალიან არასასურველი და მე ვიტყოდი არაადეკვატური ნაბიჯი, როდესაც მოხსენიება შეწყვიტა და ზიარების კავშირი გაწყვიტა მსოფლიო საპატრიარქოსთან. თუმცა ამის საპასუხოდ მსოფლიო საპატრიარქო მოიქცა ბევრად უფრო ქრისტიანულად და ღირსეულად და დღემდე იხსენიებს რუსეთის ეკლესიას და მის პირველ იერარქს. აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ჩვენ აღმოჩნდებით სიმართლის მხარეს და ვაღიარებთ ამ ფაქტს, რომელიც გარდაუვალია, რომ 50 მილიონიან ქვეყანას, რომელიც არის დამოუკიდებელი, რომ სრული დამოუკიდებლობა ვერ ექნება ვერასოდეს, თუ არა აქვს ეკლესიური დამოუკიდებლობა. და როცა საუბარია, რომ თითქოს მას აქვს ქონდა ეკლესია ავტონომია, დაუშვათ, როდესაც ამ ეკლესიის, ანუ რუსეთის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული ეკლესიის, უკრაინის ეკლესიის პირველი იერარქი ითვლება რუსეთის სინოდის წევრად და უფრო მეტიც რუსეთის პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მოსაყდრედ ითვლება პატრიარქის მოსაყდრედ, ანუ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ ითვლება რუსეთის ეკლესიაში, ნუ ჩვენ სასაცილოა, რომ მათ დამოუკიდებლობაზე და ავტონომიაზე ვისაუბროთ. ამიტომ გავიხსენებდი კათალიკოს პატრიარქი კირიონის სიტყვებს, რომ ეკლესიური მონობა არის ყველაზე დიდი მონობა და მიულოცა ქართველ ერს 1917 წელს ეკლესიური დამოუკიდებლობა, რომ უკვე აღარა ვართ მოდა, არამედ ვართ აზნაურ. და ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება ქართველი ერისათვის, რასაც შემდეგ უკვე მოყვა ასევე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ ვართ მონაწილე, გამოცდილება გვაქვს ამ სიხარულისა და აუცილებლად უნდა გავიზიაროთ ასევე მოძმე უკრაინელი ერის ეს სიხარული, რომ მათ აქვთ ამიერიდან დამოუკიდებელი უწმინდესი ეკლესია. დიდი მადლობა, მე უფე რომ იყავით ჩვენთან ერთად, მე უფე პეტრე ჭყონდიდის მიტროპოლიტი გსტუმრობდა.